ბლოკებთან დაკავშირებით თავარი მესიჯი ხელისუფლების არის, რომ ამით მათ სურთ შესაძლებლობა მიცემს პარტიებს განვითარდნენ, ისინი კი არ გაერთიანდნენ ბლოკებში, არამედ დამოუკიდებლად განვითარდნენ და შედგნენ როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალები. ეს ხო აბსოლუტური დემაგოგია. მოდით მაშინ ესე ვთქვათ, თავად ქართული ოცნება აი ესეთი რაღაც არაფორმალურ ბლოკებს არ ქმნის, მაგალითად კონსერვატორები და სოციალ-დემოკრატები, ასე ვთქვათ, საკუთარ სხეულზე რომ მიიწევა, შეიყვანა პარლამენტში, ხომ? საკუთარ სიაში ჩასვა მათი წარმომადგენლები, ლიდერები და წარმომადგენლები, შეიყვანა პარლამენტში საკუთარი სხეულით, შემდეგ იქ შეუქმნა დამოუკიდებელი ფრაქციები. ეს არ არის არაფორმალური ბლოკი და აი ესეთ არაკეთილ სინდისიერ არაფორმალურ, მე მგონი ქართულ ოცნებას რაღაც გენეტიკური ლტოლვა აქვს საერთოდ არაფორმალური მმართველობის მიმართ, იცით? და ამ შემთხვევაშიც აი რაღაც ეს გააკეთეს. ამას არ ჯობია კეთილსინდისიერად არსებობდეს ბლოკი, ვიდრე აი ესე არაფორმალურად უკანონოდ მართლაც და ესეთი მახინაციებით და მანიპულაციებით აკეთო იგივე. ეს ხელს უწყობს იმ პარტიების განვითარებას.